2021 წლის მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 2. სამივე და 4-ვე სიჩქარეებით ურთიერთმართობულ წრფეებზე მოძრავი ორი ტოლი მასის სხეული შეეჯახა და შეეწება ერთმანეთს. განსაზღვროთ შეწებებული სხეულების მასა. მოცემული გვაქვს ორი მასის სხეული, რომელთა სიჩქარეები არის შესაბამისად V1 უდრის 3-ვეს, V2 უდრის 4-ვეს. აგრეთვე გითხრეს, რომ ორი ტოლი მასის შესაბამისად მასები ამ სხეულების ერთმანეთის ტოლია. და მოდით მასა ბრისტოლი იქნება, რადგანაც გითხრეს, რომ შეეჯახნენ ერთმანეთს და შეეწებნენო, მასა შეჯახების შემდეგ M3 ტოლი იქნება M1 დამატებული M2 და ეს ტოლი იქნება 2M-ის. და აგრეთვე გითხრეს, რომ ეს სხეულები ურთიერთმართობულ წრფეებზე მოძრაობენ. შესაბამისად V1 სიჩქარე და V2 სიჩქარეები ერთმანეთის მართობულია. და გვეკითხებიან, რის ტოლი იქნება სიჩქარე დაჯახებისა და შეწებების შემდეგ. ესე იგი, ჩვენ გვაინტერესებს, მოდი დავარქოთ V', V' დაჯახების მერე სიჩქარე. კარგით, მოდით ახლა საილუსტრაციოდ დავხაზოთ ნახაზი, ესე იგი, გვაქვს 2M მასის სხეული. დავუშვათ, ეს არის პირველი M1 მასის სხეული, რომელიც M-ის ტოლია. აქეთ გვაქვს მეორე M მასის სხეული მის მართობ სიბრტყეში. ეს არის M2 მასის სხეული. პირველი მასის სხეული მოძრაობს, როგორც გითხრეს, ჩვენ V1 სიჩქარით, რომელიც 3-ვეს ტოლია, ხოლო მეორე მასის სხეული მოძრაობს V2 სიჩქარით, რომელიც 4-ვეს ტოლია. კარგით, მოდით ახლა შემოვიტანოთ კოორდინატთა სისტემა. ეს იყოს x ღერძი, y ღერძი მივმართოთ ვერტიკალურად ქვემოთ. და აქვე მოდით აქვე დავხაზოთ სიჩქარე და სხეულების განლაგება დაჯახების შემდეგ. ესე იგი, ეს სხეულები შეეწებნენ ერთმანეთს, როგორც გითხრეს. ასე ბატონო, შეეწებნენ ერთმანეთს და რაღაც V' სიჩქარით გააგრძელეს სვლა, მოძრაობა. ცხადი ახლა შეწებების შემდეგ ამათი მასა არის 2M-ის ტოლი. და მოდით ახლა ჩავწეროთ ამ სისტემისთვის იმპულსის შენახვის კანონი. ვექტორულად ჯერ მოდით ნახოთ ის ტოლი იქნება, ვექტორულად თუ ჩავწერთ სხეულთა იმპულსის შენახვის კანონიდან გამომდინარე, სხეულთა იმპულსი დაჯახებამდე ტოლი უნდა იყოს სხეულთა იმპულსის დაჯახების შემდეგ, შესაბამისად პირველი სხეულის იმპულსი დამატებული მეორე სხეულის იმპულსი ტოლი უნდა იყოს სხეულის იმპულსის დაჯახების შემდეგ. საიდანაც პირველი სხეულის იმპულსი იქნება M1 V1 დამატებული M2 V2, ეს ტოლი უნდა იყოს M3 V3-ის. ხო, ახლა დავგეგმილოთ, მოდით, თუ დავაგეგმილებთ, x ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, თავიდან მოდით x ღერძზე განვიხილოთ, x ღერძზე დაგეგმილებით რა გვექნება? ხო, პირველ შემთხვევაში x ღერძზე როცა ვაგეგმილებთ, V1-ს გეგმილი არ იქნება ცხადია, რადგანაც x ღერძზე ვაგეგმილებთ, შესაბამისად M1 გამრავლდება 0-ზე, რადგანაც V1-ის გეგმილი x ღერძზე 0-ია, დაემატება M2, რომელიც M-ის ტოლია, გამრავლებული V2-ზე, რომლის გეგმილი 4-ვეს ტოლი იქნება, 4-ვეს ტოლი იქნება. შესაბამისად ეს ტოლი იქნება M3, რომელიც 2M-ის ტოლია, გამრავლებული V3-ზე, რომელიც V'-ით გვაქვს აღნიშნული. მოდით შემოვიტანოთ ეს აღნიშნოთ V3 უდრის V'-ს. V'-X-ის. საიდანაც მოდით ნახოთ რა გამოგვივა, საიდანაც 4M-V ტოლი იქნება 2M VX'-ის. 4 და 2 შეგვეკვეცა, M-ები შეგვეკვეცა, აქ დაგვრჩა 2, საიდანაც VX' ტოლი ყოფილა 2V'-ი. მოდით ანალოგიურად მოვიქცეთ Y ღერძზე, დაგეგმილებით ნახოთ რა გამოგვივა Y ღერძზე. რას მივიღებთ? Y ღერძზე ახლა V1-ის გეგმილი იქნება M-ი, გამრავლებული V1-ის გეგმილზე, ესე იგი 3V-ზე. ამას დამატებული M2, გამრავლებული V2-ის Y ღერძზე გეგმილი არ აქვს 0-ზე, ეს უდრის 2MV'Y. ნუ საიდანაც რა გამოგვივა, მოდით ვნახოთ, SM-ები აქაც შეგვეკვეცება ანალოგიურად და VY' ტოლი იქნება 3/2 V'-ი. ესე იგი, მოდით ახლა აი ნახაზზე რომ ვაჩვენოთ, ჩვენ თუ ნახაზზე ვაჩვენებთ,
აი ეს, აი აქ არის, აი ეს არის v x პრიმ გეგმილი, ანალოგიურად აი ეს ნაწილი არის v y პრიმი. ეხლა მოდით საკითხი ამოვხაზავთ. აი ეს არის v პრიმი, აქ გვაქვს v კარი vx პრიმი, ცრავად ეგ არის v პრიმი, ეს არის vx პრიმი და აი ეს არის vy პრიმი. ხო, ესე იგი გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი და ჩვენ გვაინტერესებს v პრიმ v პრიმ დაჯახების შემდეგ სიჩქარის სხეულთა შეწყების შემდეგ სხეულთა სისტემის სიჩქარის მოდული v პრიმ ის მოდული პითაგორის თეორემიდან ტოლი იქნება კვადრატული ფესი vx პრიმს დამატებული vy პრიმი კვადრატებში აყვანილი ეს ტოლი იქნება კვადრატული ფესი vx პრიმი არის 2v კვადრატში თუ ავიღოთ გამოგვივა 4v კვადრატი დამატებული vy პრიმის კვადრატი შესაბამისად ამასაც კვადრატში თუ ავიღოთ აი ამას იქნება 9/4 v კვადრატი ეს ტოლი იქნება კვადრატული ფესი 16v კვადრატს პლუს 9v კვადრატი ეს კი ტოლია კვადრატული ფესი 25v კვადრატ მეოთხედი. ანუ ჩვენ გამოგვივიდა რომ v პრიმი მოდულით ტოლი ყოფილა კვადრატული ფესი 25v კვადრატ მეოთხედიდან, რომელიც ტოლი არის 5v მეორედის. აქედან კი v პრიმის მოდული ტოლი იქნება 2.5 ვესი, რომელიც არის პასუხი b.